ჰაჩიკო, ერთგულების უკვდავი გაკვეთილი არსებობს ისტორიები, რომლებიც დროს უძლებენ. და არსებობს ერთგულება, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. იაპონია. 1923 წელი. პატარა, თეთრი აკიტას ლეკვი თავის პატრონს, პროფესორ უენოს პოულობს. მათ შორის ისეთი კავშირი გაჩნდა, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. ყოველ დილით ჰაჩიკო პროფესორ შიბუიას სადგურამდე აცილებდა. საღამოს კი ზუსტად 5 საათზე ისევ იქ ხვდებოდა. მატარებლის ყოველ შემოსვლაზე ჰაჩიკოს თვალები ხალხის ნაკადში მხოლოდ ერთ ადამიანს ეძებდა. მაგრამ დადგა 1925 წლის 21 მაისი. დღე, როდესაც მატარებელი ჩამოდგა, ხალხი დაიცალა, მაგრამ პროფესორი არ გამოჩენილა. ის ლექციაზე გარდაიცვალა. ჰაჩიკო არ წასულა. ის ელოდა. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები. პროფესორის ოჯახმა ძაღლის სხვაგან წაიყვანა, მაგრამ ჰაჩიკო ყოველდღე გარბოდა. ის ისევ და ისევ ბრუნდებოდა სადგურზე. ზუსტად 5 საათზე. წვიმდა, თოვდა, მზე აჭერდა. ჰაჩიკო კი იჯდა. ხალხი იცვლებოდა, მატარებლები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ქალაქი იზრდებოდა. ის კი, მოხუცი, დაღლილი და დასუსტებული, მაინც იქ იყო. 9 წელი. 9 გრძელი წელიწადი მან შიბუიას სადგურზე გაატარა. 1935 წლის 8 მარტი. ჰაჩიკომ ბოლოჯერ გახედა ლიანდაგებს. მისი მოლოდინი დასრულდა. მან თვალები დახუჭა, რათა იქ შეხვედროდა თავის პატრონს, სადაც სიკვდილი ვეღარავის აშორებს. ეს არ არის მხოლოდ ძაღლის ისტორია. ეს არის გაკვეთილი ჩვენთვის, ადამიანებისთვის. რომ ერთგულება არ არის მხოლოდ სიტყვა. ერთგულება არის არჩევანი. დარჩე მაშინაც, როცა იმედი აღარ არსებობს. ჰაჩიკო წავიდა. მაგრამ მისი სული დღესაც ყველა იმ ადამიანის გვერდითა, ვინც იცის, რას ნიშნავს ბოლომდე გატანა. რას ნიშნავს არასოდეს უღალატო მას, ვინც გიყვარს.